ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ფინალისტია. სანამ მთელი საფეხბურთო სამყარო და მეც მათ შორის ფრანგებს მივიჩნევდით ფავორიტებად ამ წყვილში, ესპანელებმა უდაოდ ჩაატარეს მიმდინარე ტურნირის საუკეთესო მატჩი მათთვის და ტაქტიკის მოყვარულთათვის ისეთი სამაგალითო შეხვედრა. პირველ ტაიმში განსაკუთრებით თვალშისაცემი რაც იყო, ეს იყო ძალიან მაღალ დონეზე ნათამაშები, მაღალი პრესინგი. მაგალითად ფაბიან რუისის ეპიზოდი იყო, აი ნათელი მაგალითი მაგისა თუ როგორ აიძულეს მაიკლ მენიოს არასწორი პასების კეთება. მაგრამ თავი გმირები ამ შეხვედრის ალბათ მაინც იყვნენ როდრი და ლაპორტი. ამ ორმა ფეხბურთელმა უზრუნველყო ჯერ ერთი კომპაქტურობა მაქსიმალური. არც ერთი სანტიმეტრით არ დაუკარგავთ პოზიცია. ფლანგებს აღზრდენ ძალიან მაგრად. ლაპორტი იყო შეტევების პრინციპში მთავარი წამომწყები და ალბათ ფრანგების ერთ-ერთი მთავარი შეცდომა ზუსტად ის იყო, რომ არ ცდილობდნენ, არც კი უცდიათ ლაპორტის დაპრესინგება. კიდევ ერთხელ გარისკა დელაფუენტემ პედრი დატოვა სკამზე, მის მაგივრად ჩამოიყვანა რუისი და გამოჩნდა ის, რომ რუისი უფრო კომფორტულია როდრისთვის. მაგრამ ესპანეთის ქების პარალელურად ისიც უნდა აღნიშნოთ, რომ ფრანგებმა ჩაატარეს ყველაზე ცუდი მატჩი მიმდინარე ტურნირზე. აშკარად დაეხმარა დეშამი თავისი გადაწყვეტილებებით დელაფუენტეს ამ გამარჯვების მოპოვებაში. პირველ რიგში იმით, რომ ამ მუნდიალამდე დეშამს რის გამოც ყველაზე მეტად აკრიტიკებდნენ, ეს იყო ზედმეტი სიფრთხილე, ხო? თუმცა ამ სოფლიოზე შეიქმნა შტაბეჭდილება, რომ თითქოს აი როგორც იქნა გაშალა ფრთები საფრანგეთის ნაკრებმა, აღარ ფრთხილობდა, გაცილებით უფრო აქტიური იყო პრესინგისას, გაცილებით უფრო აქტიური იყო და მრავალფეროვანი შეტევებში. თუმცა გუშინ დეშამა ისევ სიფრთხილე ამჯობინა და პრინციპში ამის გამო დაისაჯა კიდევაც რა. კი რა თქმა უნდა უიღბლობის ფაქტორი იყო საფრანგეთის ბანაკში, იგივე სალიბას ტრამვა, იგივე 13 მეტრიანი, რომელიც ბანალურ უყურადღებობას მოყვა, ხო? თუმცა მთავარი შეცდომა მათი მაინც იყო ის, რომ არც კი უცდიათ ადაპტირება სიტუაციასთან და არც კი უცდიათ ადაპტირება ესპანეთის ძალიან თამამ პრესინგთან. შედეგად ესპანელები მიუახლოვდნენ ოქროს დუბლს ევროს მერე მსოფლიოც. ისღა დაგვრჩენია, რომ გავიგოთ თუ ვინ იქნება მათი მეტოქე ფინალში, არგენტინა თუ ინგლისი. ერთ-ერთი ისეთი მთავარი საკულტო დაპირისპირება მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში. საინტერესოა თქვენას ფიქრობთ, ვინ იქნება მეორე ფინალისტი. თუმცა ვინც არ უნდა იყოს, ფაქტია რომ გუშინდელი პერფორმანსის შემდეგ ალბათ ფურეროხა მსოფლიოს მოგების მთავარ ფავორიტად იქცა.